იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. აქეთ ცოტა მიდი. დედა რა კარგი, აი მართლა ცოტა ის არის რა ქვია. არა, იქით მიაწევით ცოტა. ეხა აწევა ცოტა გაგიჭირდებათ მძიმეა ხალხო რა. ხო არ დაგეხმაროთ. რანაირად ეს ჩვენი კარადა ხო არის და ბიჭო, სუფთა ის არის. აიმე რა ლამაზი. სუფთა წაბლია და იმიტოა ესეთი რა. სიმძიმეა ხაბარა. აი თქვენაერი მეზობლები უნდა ინათოს ყველამ რა. აი ხო შეგედოთ რომ ეს კარადა გადაგეგდოთ, მაგრამ არა რა, გადამებდოთ 10, ესე იგი, უცებ გადავწყვეტეთ იმის. გაყიდვა ამ კარადის და პირველი გამახსენდი შენ. იმიტომ რომ შემოდიოდი ხოლმე ჩემთან სულ მოგწონდა ეს კარადა და მადლობა. აი ულამაზესია, თა როგორ უხდება ხო? ჩაჯდა კი. რა მეინტერესებს იცი თაროები როგორ არის რომ ნახო? თაროები აქ ძალიან კარგია, ესე იგი, აქეთ მხარეს არის თაროები და აქეთ არის ჩამოსაკიდი, ეს კაი სივრცეა. რომ ნახოთ რა მაინც რამე. ხო, ჩვენ რო გავალთ. თამარა. მე და გია მისა, მე კარგად დაათვალიერე. დაათვალიერე, გაცა, რა პრობლემაა? ჩემი ხელით არის აწყობილი. იცი რა ხელა სივრცეა, 2 მეტრიანი თასავით დასაცველები ეტევა, აი ძალიან თავისუფლად. 2 მეტრიანი თასავით. ხო, დაათვალიერეთ. ხო, და დაათვალიერე ჩვენ რო წავალთ, ანუ კარგად გია წავედით. ჩვენ ერთი წამი, ერთი წამი. არა, მოიცა. ერთი ჭიქა წყალი მაინც დავლიოთ. კი, წყალი ახლა ბიჭო რა წყალი. ღვინო მომიტანე ხალო, ღვინო მომიტანე მე. ღვინო უკეთესი. შენაძენი მაქვს ისეთი და გეხოცებით არ წახვიდეთ რა, ჩვენ ყავა დავლიოთ. არ გვინდა ყავა რა. ღვინო რაღაცა რაც იქნება, ოღონდ მაინც მაინტერესებს რა როგორი. ჩვენ რო წავალთ, კარგად დაათვალიერე. კარგი, არ წახვიდე, მაშინ ყავა დავლიოთ. ეგ ყავა არ მინდა, ღვინო შემომიტანე 2 ჭიქა. გია წავიდეთ რა. მისმინე თითო ჭიქით შენაძენს დავლოცავთ და გამოვალ. ამას ოღონდ დალევა გააგონა. ჩქარობთ, ნუ ჩქარობთ, ძალიან თქო, ღვინოსაც დავლებთ, ყავასაც დავლებთ. როგორი გახარებული. მაგრამ ეს რო არ ჩამოვკიდო. წავიდეთ გია რა, წავიდეთ. რატომ მიმათრე ვერ გავიგე? თითო ჭიქით დავლოცავთ და წავიდეთ. ვაიმე, რა ხდება? ვაიმე, აქ რა ხდება? რა? არ შევა მომეჩვენა. რა არის? აქ ვიღაცაა. რა ვიღაცა გოგო? არა, აქ ვიღაცაა, აქ ვიღაც კაცია უცხო. ვინ უნდა არა, იყოს? ვინა ეხა ვაიმე, რანაირად. არ ვიცი ვინ არის, მაგრამ აქ ვიღაც კაცია და გეხვა. ხო არ მოელანდა. ხუთი წუთით და ლუტი მზად იქნება ბიჭო. ცოტა გამჩა. ვაიმე, всё, ყველაფერი იქნება. ვაიმე, ვინ არის ეს კი მარა? თოდიში თქვენ მე გამოდი აქეთ. ძალიან იქნება უკვე ავაჩავა მეცხრემდე იმოზე მე ლიფტი 2 ვარ. ლიფტი არ თუ ხარ კარადაში რა გინდა ძმაო? რა ლიფტი 2 ხარ? კარადა? ხო, კარადაში. ბიჭო, კარადა, მეც არა თქვი კნოპკები რატო არა აქ? კაი, წავედი მე ჩემს საქმეს მივხედავ და ბიჭო, თოდიში, ერთი წამი, შენ ვერსად ვერ წახვალ. ერთი წამი ცოტა დაულაგდეთ. რა ხდება? თამარა. ხო. ვინ არის ეს კაცი და რატოა ჩვენს კარადაში? მოიცა, ჯერ ეს ერთი ჩვენს კარადაში არ არის. მეზობლის კარადაში ვიღაცა კაცი ზის, მე რა ვიცი ვინ არის. მეზობლის კარადაში, ანუ ჩემი ცოლის საყვარელი გამოდის? მე არ ვიცი, გენაცვალე ეს თქვენ უნდა გაარკვიოთ, ეხლა თქვენი ოჯახის ამბავი. თამუნა, ეხლა მე რა ვიცი, კაცო, ვინ არის თქვენ კარადაში? ეს კარადა, პირველად ვნახე ეს კაციც და გასაგებია უკვე ჩემთვის ყველაფერი. ვერაფერი ვერ არ შემიძლია არ დავეთანხმო. რა? ეს კარადა 10 წუთის აშკარად გამოვიტანეთ ჩვენი სახლიდან. ანუ გამოდის რომ ეს კაცია კიჩდა. კი. არა, იქნებ გზაში ჩაჯდა კაცო და სხვისი საყვარელია. მე რა ვიცი, გია. აი 10 წუთში რანაირად უღალატა და რანაირად შევარდა. რა ვიცი, მე 21 საუკუნეა აჩქარებულია ყველაფერი ესეთი ტემპებია, ხო იცი, ხო შეიძლება. ეს თუ ჩვენი კარადა გამოდის უკვე და ჩვენ აქ შემოვიტანეთ. კი. ხო, ვინ არის ეს კაცი ხალო აქ?
შენ ნორმალური ხარ ბიჭო? ვინა? ბიჭო, ვინ არის? ამ წუთას ვიყიდეთ ამ წინა შემოვიდარიც და რა ვიცი? რა იცი, საჭმელში რომ თმას პოულობ და კარადაში კაც ეგ არის ქალის საკვე, ქალის დანაშაულია ეგ. რას ქვია რა? რაიმე მართალს ამბობ. ეხლა მომისმინე ერთი წუთით მართლა ყელშია მომიხვედით თქვენ კაცო. მოაშორეთ ეს დამპალი კარადა და ეს კაციც აქედან გააცრიეთ აღარ თქვენი. მართლა დამპალი კარადა მინდა და აღარ ერთი წუთი ალბათო რაც კარადას აჯეღებ რა დამპალი მაგარი ნაკეთებია. ერთი 10 წელია მე ყოველ დღე აქ ვარ. შიგიდან გარედან მართლა ძალიან პეტლები კაია ხო ისე? არ ჭრიალები. ერთი წუთი გააღებ ვაფშე არ ისმის აღებ ხურავ რა არის. მაგარი ნაკეთები შიგნიდან სულთან რა ხდება? რატო იცის 10 წელი ეს კარადა რატო იცის? შესწავლილი რატო აქვს 10 წელი? რა უცნაურია, ვინ არის თამარ? მე რა ვიცი კაცო ვინ არის? აბა მე საიდან ვიცი? მე გაჩვენდი კაცო. შენ მოტანილ კარადაში. მე რა ვიცი ვინ არის? საიდან უნდა ვიცოდე? ვაიმე როგორ არ ვიცი? გოგო ეს კაცი ვინ არის ამიხსენი მე? ეს კაცი იცი ვინ არის? აი ხა ქუჩაზე რო გადადის. ვაიმე რა ვიცი ეგ კაცი ვინ ხოდა არის? მე რა ვიცი ვინ არის კაცო ეს კაცი რა? რებს მეკითხები. ვაიმე მაშტერებ თამა? ვაიმე გაშტერებ 10 წელია, მაგრამ რა ვიცი ხმა არა მოგიღია რა დაგემართა. ანუ იცი ვინ არის ეს კაცი ხო? ვაიმე არ ვიცი მეთქი გეუბნები კაცო რატო უნდა ვიცოდე? საიდან უნდა ვიცოდე? აბა ვის შეცოდინება ვინ არის ეს? ვი მე გამაგიჟეს ბიჭო რა ვის ეცოდინება გისმენთ ახლა რა ვის ეცოდინება ბიჭო რატო ეთანხმები ბიჭო არ ვიცი ბიჭო აბა რას კი არ იცი შენი სახლიდან გამოვიტანეთ კარადა და კაციზი შიგნი თუ შენმა ცოლმა არ იცის და ენდობი ჩაულებრივად ეს იგი შენი საყვარელია და გეი ხარ რა გეი ბიჭო აზე მოდი შენ ეს ბაზრო ხარ რა ვიცი ხო მეტი აქ რა ერთი წუთი რა ჩემი საყვარელი ახლა მართლა არ გავგიჟდეა აი არის საყვარელი არ არის. აბიხსენი ნორმალურად რა ხდება და ვინ არის ეს მე რა ვიცი, ერებიანი კაცი თასავით კი არის ეს ხო ვინ არის მითხარი ამიხსენი ვინ არის ვაიმე არ ვიცი მეთქი გია რა რამდენჯერ უნდა გითხრა მართლა რა ეხა მართლა ამიხსენი ვინ არის უკვე გავიგე ეს კაცი მაგრამ შენ ამას რატო და როგორ მიკეთებდი რა ნამუსით ეგ ამიხსენი შენ საერთოდ ხმა არ გაქვს ამოსაღები გია საერთოდ გახსოვს პიანინოში რო ქალი ვიპოვე ქალი რო ყავდა პიანინოში დამავლული კიდე კაი ბავშვ დაკვრა მოუნდა და ავხადეთ იმ პიანინოს თავით რომ ეხაც იქ იქნებოდა ის ქალი და შენ საერთოდ რა გაქვს ალაპარაკო რინე თამარ მაგაზე ხო ვილაპარაკე ვილაპარაკეთ კი ხო მაპატიე მე არა პატიებით არ მიპატიებია აბა რა არც გაპატიებ არასოდეს კიდე ბიჭო უყური ამას არასოდეს გაპატიებ და აქეთ მაბრალებ ვაიმე ხარა საუნტრაკ მე შეგეცე ერთი წამი ბოდიში რა მეუღლეს უნდა უპასუხო რა მირეკავს და კარები უნდა მიხურო ცოტა ხმა დაბლა რა ალო ხო გოგო არა სამსახურში ვარ სად ვიქნები მუშაობ ხო კარადას ვაწყობ ისე არა ვოღონდ აქენა გამომიყვარა და ამ კარადას პატრონი კაი არ ცხვენია საყვარლებს რომ არ არადაში და ზუსტად ვიცი ვინც არის ვინ არის ბოდიში რა ეხა ამან კარადას პატრონი შეაგინა თუ რა უნდა ამას ეხა ხო არ გავუჩინე არა პატრონი კი შეაგინა მაგრამ ჩვენ ფული ავიღეთ უკვე და ჩვენი აღარ არის გია ეს კარადა თე ო არა ერთი წუთი გაწვე ეხა მთავარ საკითხს საერთოდ არ წვიდა რა არის ეხა რა უბედურება არის თამარ ნორმალურად ამიხსენი აქილევსი დედაროვატინე აი ეს აქილევსი რაღა შუაში იყო ეხა გოგო საყვარელი ტრუასხენივით შეშემოაპარე მეზობელში და ტრუა და ის ხარ აქილევსი აბა რა გამოდი აი გაჩვდი ერთი წამი მომისმინე ეხლა კაი ვაღიარებ აჰა ვაღიარებ და მაპატიე რა აპატია ხო არის კი მაგრამ მე ვიფიქრე რომ ამათთან შემოვაპარებდი ამ კარადას და ხედა ამათ შევტენიდი რა იმიტომ რომ ეს ხო სუღალატობს იმას და მიჩვეულია და მეთქი ვერ მიხვდებია ხო და ამიტომ ერთი გამოდი აქეთ ერთი წამი რა თქვი ახლა შენ სუღალატობს რაო ხო და მიჩვეულია თქო ისა კარადაში კაცებს რა ვიცი პირველ რატო გადმოხოდი პირდაპირ რას ვარ მიჩვეული მე გამაგები შენ რას ხარ მიჩვეული მე რა რას ვარ მიჩვეული კარადაში ვისი რა კი შენი რას ლაპარაკობ თამარ არ კაი არ მინდოდა მე თამარა ეხლა იტყვება მიშა ეხლა პირველად ნახე ეს კარადა და ეს კაციც მე რა ვიცი კაცო ეს კაცი რა შუაში იყო გოგო საერთოდ კაცი სად ვახსენე შენ ჩემ ცოლს იცნობ ბიჭო თუ რა ხდება გამაგებილი აი რა ერთი ორჯერ და არ ვინ ისე რა ერთი ორჯერ გამოდი
გამოდი გარეთ ბიჭო ნერო. ერთი წუთი გაჩერდი, ერთი წუთი მე შეიძლება ჩემწოლთან რაღაცები დავალაგე. ვაპატია და ვაპატიე და ბოდიში მოუყვა. გავარაცხოდე. ეგ იმას არ ცოლის რომ ამ კაცთან მე უნდა გავასწორო ჯერ ჩემი ანგარიში. ხელი გაუშვი. ერთი წუთი შენი ცოლია და ჩემი ცოლი არავინ არ არის ბიჭო. მაგის თქმა გინდა? შუაშია ეგ. აბა კაცი გავყავს მე უნდა გავარჩიო საქმე გარეთ მაინტერესებს ვინ არის? ამ კაცთან კონფლიქტურ სიტუაციაში პირველი შევედი მე და შენ ვაფშე. შენ აი ნუ დახვალა გადი გარეთ ვილოს დაგალევებ კი მან იჩხუბეთ რა მართლა. ამხადეს თავი. წავიდნენ მეუღლე. წავიდნენ რა. გოგოებო, ჩვენ რამე ხო არ გვეთამაშა გახტაზე? აუ კი. აუ მოდი მოდი. ჯიგრა გაიხადეთ და ისე ვითამაშოთ. ბურა. ბურა, კი ბატონო, რა ვაი ბურა. ხათი მოიტანე. ალიკა ვოუ, რაზე მუშაობ რა სასხავ აბა ამან კი შოლოდერ სავასხავ. რამდენი ჩამოვასხი ამას უყურე რა ფერია. რამდენი ბოთლი ხუთი ბოთლი ჩამოვასხი. 5 ბოთლი ამას უყურე ეს. ეგაცა 5 ბოთლი ბიჭო, შმაგო. ხო აბა მიდი მოუშვი ბიჭო, ამ ვისკევის წარმოებასაკი მივეჩვიე უკვე მარა. ამა ბოლოსა რაფაელოცაც რო გაუშვით წარმოებაში ასე ნაგალათა. არ მიგვიხთნეენ ბიჭო. რას უნდა მიგვიხდნენ ბიჭო ჩვენა ეგა გადაგვაქვს კონფლიქტურ ზონაში და ეხლა ერგნეთელმა ბავშვმა ძალიან არ გაიგოს ეგა ისა რაფაელოა თუ შმაფაელო ეგა იგე ანუ დავასატიკერო და გაუშვა წარმოებაში. დაასტიკერი ოღონდ დააწერე რომ დალევა კლავს ათქო მოიცა დალევა კლავს თუ დალევა საზიანოა ჯამრთელობისთვის. ვაიმე ჩემი ეგა საზიანოა ნაღდი ორიგინალი და ესა პირდაპირ კლავს და მიაწერე იქნება და უწრფელები რო ვიქნებით რაღაცა უფრო მეტი გაიყენოს რა ვიცი აფუშელიდე და აუ ისა ჩამივარდა ბიჭო. მოსარევი ხელი არ რაც ხელი არ ჩაყო ბიჭო გაიშლება თავისითა და იქნება უფრო კარგი არომატის მიიღოს რა ვიცი ესა ვერცხლი არის ბიჭო არ ჩაყო ხელი თქო გეურები ნახე როგორ გაბუჟბუჟდა ეგრევე რა ამუღამე აბა მას უყურე ერთი რა ფერი მიცა ბიჭო. დაო მაიცა ალო ხო გამარჯობა გენაცვალე ხო მარ ხო კი გენაცვალე ყველაფერი გვაქვს სულო და გულო რაც გინდა შენ მარტო ინატრე კი ბატონო ჩივას რეგალი მანკი შოლდერსი ჯეკ დენიელსი რედ ლეიბელი რედი ეგა ბლექი და ბლუცა ხო არა ბლუცები არის კაცო რამდენიც გინა გაზიდე რა რაზე არის ლაპარაკი ხო უცხოური ვისკიცა გვაქვს ყველაფერი გვაქვს მოკლეთა რა ხო კარგი გენაცვალე მოკლეთა შეკვეთი და ნახევარ საათში გაგიზავებთ კი არა მისა გამოგიგზავნით ხო კარგით ხო აბა როგორ მიდის ახლა ვისკების ჩამოსხმა მარკეტინგულად არამე პრობლემა ხო არა გვაქვს არა ქალბატონო ნატორასამი უბრალოთა ერთი პრეტენზია აქვთ ატენელებსა ადამიანსა თუ სოფელსა არა სოფელსა თვითონ რაღაცა ნათლობაში წაუღიათ ჩვენი ვისკები და კუჭი აქვთ აშლილი ყველა არა ეგენი გადაბრევენ ახლა მაგრამ როგორ უნდა თვერ გავიგე რა იაფიანის დალევაც უნდათა და თანჯამრთელობაცა ეგრე ორი არ არის ხუაწერია მაგა ბოთოლზე რომ დალევის წინა მიეძალეთ იმოდიუმსა რა ვიზია შედედა ნატირებო იმოდიუმი და მე მიიღე დასალები ხალბატონო ნატო რაღაც უნდა გთხოვოთ რა რაში არის საქმე ყველა არის ჩემი ცოლის დაბადების დღე და იქნება რომ ხო წაიღე მე რამდენიც გინდა რა ვიცი რაც არის დასალები აგე მოკიდე 1-2 ბოთლს სახელი და ეცი პატიო ჩემ არ მინდა ეხლა იქნება რომ 50 დღეები მასეს ხელთასამდე რა რომ იქნება გომი მაინც ვიყიდო ამას ამით ხო არ დავწდებით ეხლა ის რო წავიღოთ ხო მოგიხერხებ რაღაცასა ხო წინასწარო რომ მოგიხერხებ მეთქი რაღაცასა ეხლა კაცო დამანებე თავი ეხლა მომისმინეთ ხალხო მოკლეთა დღეიდანა უნდა დავიწყოთ ბლეკ ლეიბელი ვისკის ჩამოსხმაი. ეს არის უძვირფასესი ვისკი. მოვიტანე მოკლედ აგერ აქ მიწერია უკვე რეცეპტი. ბოთლში ვასხავთ 75%-იან ჭანჭურის არახსა. დაიმახსოვრეთ ან ჩაიწერეთ. ჭანჭურსა აქ აქედან ვერ ამოშლი რა თუ. მაგასა მერე ზეიდანა უმატებთ 10%-იან ეთილის სპირტსა და დანარჩენი უკვე მიდის ჩაის ფერი. ხო იცი ჩვეულებრივი ჩაისფერები რო არის. ოღონდ ფერი ბოთლში 2 წუთზე მეტი არ უნდა გაჩერდეს ხალხო, გაიგე? თორე მერე უკვე მუქდება ეგა და 2 წუთზე მეცხას თუ გავაჩერებთ, მივიღებთ ტულამორე დუსა.
დაიბადულამორედუსასა მაგასა უკვე თავისი რეცეპტი აქვს და მაგასა მე უკვე ჩვეულებრივათა ჩამოგაწერია. გასაგებია, მაგრამ კაცო. ჯერ ეს მიმართულებით წავიდე. მაგ რეცეპტითა ჯეკ დენიელს არ ვაკეთებთ თუ რანაირად არის აქ. შელეღვის ფოთოლო შენა. ჯეკ დენიელში რა უნდა ჭანჭურის სარახსა. ჯეკ დენიელში უნდა თუთის. თუთასა. რა თმიდა ეს არა პროფესიონალები რა თმიდა. ერთხელ შემეშალა. ვერ უნდა გაარჩიო ჯეკ დენიელსთან თუთა უნდა თუ ისა. ქალბატონო ნატო. რა ხდება რა მდგომარეობა? კაუსტიკური სოდა რო გათავდა, იცოდით ამის შესახებ? ქონდათ ინფორმაცია? ხო, რა მქონდა, რას ქვია გათავდა, ანუ რას ვაკეთებთ? ხო, всё მორჩა, ესე იგი ვერ გავრეცხავთ ბოთლებს და ნიჩიო, ისე გაუშვით რეალიზაციაში ეგა. კარგი და მანკი შოულდერსის ვისკები რო გამზადა, რა ვქნა, ჩაუშვა გაყიდვაში გაუშვა ბაზარზე. დაიცა ქალო. ვერ არის ესა, რა ბაზარზე უნდა გაუშვა დეგუსტაციისთვის, ხო გჭირდება ისა გავასინჯოთ. სად არის ისა სპარტაკა? სადღაა სპარტაკა, აღარაა სპარტაკა. რატო სად წავიდა ისე რომ მე არ დამემშვიდობა? არა, საერთოდ აღარაა, საერთოდ წავიდა სპარტაკა. სპარტაკა არ მოგვიკვდა ჯეკ დენიელსის დეგუსტაციისას. კარგი, მაშინ თამილას დაუძახე. თამილაცა, გიჟინგაი, ლოთი, გურამაი, აღარავინ აღარა გვყავს, ყველა გადაყვა ჩვენ სასმელსა. ამოწყდა ყველა. ეგენით საკაცო. კაი მიხედეთ საქმესა. ხო, კაი, გავასინჯებ რომელიმეს, რა ვიცი, შმაგო, ვინის ბოთლებში ღვინო ჩაასხი რა, მიდი. ვერ ჩავასხავ ხალბატონო ნატო, იმიტომ რომ სხვა სტიკერები, სხვა ფირმის ბრენდის სტიკერები აკვირია, როგორ ჩავასხავ მაგაში? უიმე, ესას უგამოქლიავდა. მე რა პრობლემაა, ბიჭო, ააძრე ეგ სტიკერი და დააწერე შატო ნატო და ჩაასხი მე ის ხალხალა შირური სასმელი რო არის. შენა მართლა ვერ გავიგე, მოდი აქა. შეჩემისა, რა მოდუნებული ხარ ვერ გავიგე, რა ბიზნესი მიგდებ ვერ გავიგე. შენა დღისით ხარ ჩემი თანამშრომელი, თო ღამით ავარ ჩემი საყვარელი, თორე დღის მანძილზე ვარ ჩვეულებრივად ბიზნესმენი, გაიგე? მიდი იმუშავე. ეხლა მომისმინე ისა. ესა 10 წლის დაძველებითა რო გვაქვს ეს რედლებელი. რა უკვე გადავაქციო ეგა? რას ამბობ ბიჭო, რა უნდა გადააქციო ესა, რაც უფრო მეტი დაძველებისა არის, ვისკი მით უფრო კარგი არის, ეგ არავინ არ გასაგებია, მაგრამ ესა დაობდა, აიჭრა და რავი, რაჟანივით არის გამხდარი, ხაჭოსავითა რა, ეს ბოთლში და რავი, ჩახმება სადაც არის და გამოვხადოთ, რა ვიცი, გადავაბრუნოთ, გამოვხადოთ, როგორ ახდება ხოლმე ეგრე. გადავაბრუნოთ, უნდა გადავაბრუნოთ ეს რამე გადაბრუნება. ქალბატონო დეიდა ნატო. რა გინდა, ქალო, შენ კიდე რა შენ? მე რამხელა ვირთხავ ნახე საწყობში იცი? სადა იქა? ხო, იქა იყო. ხო, მე რო ნახე. შეგეში და? უი, მე მომისმინე ერთი წუთით. მე ჩვენი წარმოების რაფაელ ვარ კინდერ შოკოლადი. მიუგდე იქა ცოტა ნატეხი და ამოძრება იქვე სული. მიდი მიხედა შესაძლოა. ისა კიდე გურამასა სუ შემთხვევითა ჩაიქცა გუდრონი ჯეკ დენიელსში და სუ გაბუქდა. რა ვიშველო ახლა მე? უი, მე ქალო ააძრე ის ძველი სტიკერი და დააწერი ახალი სტიკერი ჯეკ დენიელსი ბლეკ და გაუში წარმოებაში. რა თქონდა მაგასა ყველაფერზე მე უნდა მიგითითოთ. მოიცა მაგას რომ გრალი ის არა აქვს თვითონ ბოთლი? უი, მე უცებ არ შეამჩენიო გამარჯობა ბატონო გიორგი, მომბრძანდით. აი ეს არის ჩვენი საწყობი, სადაც მზადდება ჩვენი სპეციალური კონიაკები და სასმელები. ანუ ეს არის თქვენი საწარმო და საწყობი. კი ბატონო გიორგი, კი ბატონო. ფიქრობ გარედან აფთიაქი აწერია. კი ბატონო. ხალო ვინ არის? შეამოწმებს ყველაფერსა. ვინ შეამოწმებს, ვინ მოიყვანე? გაათმე გარეთ აქედან აი ხლა. გამარჯობა ხალბატონო. უკაცრავად თუ შეიძლება ხალბატონო. ხო. გამარჯობა, მე გახლავართ გიორგი. გამარჯობა, გენაცვალე. სურსათის უნებლობიდან. დიახ და თქვენ საწარმოზე საჩივრებია შემოსული და მინდა რომ შევამოწმო რა გადავამოწმო. ხათაშორის ვერ წარმოვიდგენდი აქ თუ საწარმო იყო რა და გაიხარეთ თქვენ რა ხალბატონო. კარგი, დავიწყოთ ესე იგივე რაღაცებს. გაიხარებს მალი ამის გულზე ია და ვარდი. რამძანეთ? ჩემს ასაზე? ხო, არა, ვისა, არაფერი. აბა ნახოთ ისა მაჩვენეთ ერთი ვიზ რა შემოსული. კი ბატონო, ვაკმარ ჩანიშული. აი მაგალითად ჩემი მასში არ ყოფილა. აი მაგალითად, ნახეთ იმ დღეს გაყიდეთ 18-იანი ჩივასი. და ეს ადამიანმა რომელმაც დალია იმ დღის მერე დადის დადებილებული. რას ქვია დადებილებული? ხო არ ვიცი, აი ეს დადებილებული დადის და სხვათა შორის შემადგენლობას გადავხედე და ამოვიწერე მე შემადგენლობიდან რაღაცეები. ხო, რა ეწერა მე მან. აი გაჩვენებ შემადგენლობაში ჩაეწერე. ესე იგი 50 გრამი თხის ქონი. ვაიმე. 2 ვირის კუდი და 1 ბუჯა საყვარელი ადამიანის თმა. ვაიმე, დედა, მიშველი, ჩივასის და ჯაჯოს რეცეპტი ამრევია ერთმანეთში.
ვაი მე ხლა ენა უნდა ქონდეს გადმოგდებული იმასა ერთი წელი. კაი, კიდე რა მაინტერესებს, ქალბატონო? აი ეს ორი ბოთლი, ეს ორი სასმელი, ხო ერთნაირია ეს? ხო, ორივე ჩივასი არის. ორივე ჩივარ. მე რატო არის? რატო აწერი ამას 100 ლარი და ამას 200 ლარი? ისა ორნახადი ჩივასია და მაგიტო გენაცვალე. კარგით, ყველაფერი ქალბატონო, მაგრამ სამწუხაროდ თქვენი საწარმოს დალუქვა მომიწევს და აქედან ნიმუშები უნდა გადაუგზავნოს სპეციალურ სამსახურს. შეიძლება, მაგრამ ბიჭებო, ეხლა იცის კაცმა თავისი საქმისა, ხო? ეხლა გამოვასწორებთ, ეხლა იყო რაღაცა ხარვეზები. მაგრამ მოდი ეხლა ჩვენთანა სტუმარს ისე არ უშვებთ. აქა რო ერთი ჭიქით არ დავლოცოთ, აბა შმაგი ჩვენ რო ვიცით დალოცვა ისე უნდა დავლოცოთ, გაიხარეთ გენაცვალე. თქვენ გაიხარეთ, რავი რა, კეთილი ყოფილიყო შეიფეთე. კი მართალია, ცუდი იმით შემოვედი, მაგრამ დროებით დავლოცოთ, ხარვეზებს გამოვასწორებთ და ისევ გაიხსნებით რა. თქვენ საქმეს აკეთებთ რა ზიანი ლაპარაკი. დადი მარტო გაგდერძელოთ კარგად იყავით. შენ გადი დამელოდე იქ. ერთდროულად. 1, 2 და 3 აბა. გაიხარეთ. ცეცხლი არ არის ეხლა ესა? 2, 1, ეგ არის. მე მგონი ქალბატონო და არა ისა კაცო. დაიძინა უბრალოდ არა მოკვდა. რა დაიძინა მყარია და. ბატონო გიორგი. მოდი რა შენი ჭირიმია, რა თუნდა ეხლა მეორე ჭიქა აბასავს. იო გათიშული არის მორჩა. აბა ეს რომებს გაიღვიძებს, მე აღარც ემახსოვრება არაფერი, უბრალოდ ენა ექნება გადმოგდებული. მოკლედ ბიჭებო, მოკიდეთ ეხლა მოსახელი. კარგი ჯანიანი კაცი არის და დეგუსტაციაში შეუშვით ეგრევე. მიდი. გახოხიალე იყოს მივხედავთ ამას. ამ თუ არა დაქვია მოაცვით. ო, მიდით მიხედეთ საქმესა. ხო, კარგით, ამას ჩვენ მოვაწესებიებთ და ამყავთ. ეხლა მომისმინეთ ერთი წუთით. 100 კილო ტარხუნა მომივიდა და ტრაილერიდან არის ჩამოსაცლელი. 100 კილო ტარხუ რა გვინდა ქალბატონო ნატო რა. ამ გამოქლიავებულს უყურე. შენი აზრით ამ მოხიტო როგორ უნდა გავაკეთო? მოხიტოსა, ვედო თუთასა მოხიტოსა, ვედო. მოდი მოკიდე ხელი ამას. მოდი ამას მე მიტოვე. მოდი ამოაცვი, მიდი. აი ამას დავახმავრე მე და. აბა როგორი იყო შვებულება სახლში? ონო გამახსენებს, ვერ ვიტან შვებულებას ბიჭო, სახლში ხო ვიყავი, აქეთ სოლი, აქეთ ბავშვი სიმა, ეს ბავშვი ტირის, აქეთ სოლის ყაყანი, გაოჩე, ჩაიცვი არ ჩაიცვა, ეს ჭამენ ნუჭამ. ვაიმე მე რა იქ წამოდი, კინოში წავიდეთ, საჭმელად წავიდეთ და კაროჩე ტვინი გაბურხეს. გეუბნები რა ჩაულებრივი მაიკარო მაცია და აქ პოლიცია არ აწერია იმენა ყზნობ თავს. აუ შენ კიდე ბიჭო მარტივად გამოსულ ხარ, აუ აბა მე მკითხე. საშინელ ხასიათზე გავიღვიძე ბიჭო იმ დღეს, აი საშინელ ხასიათზე უხასიათოდ გამოვედი სახელიდან შეიძლება ვასპიცავარ ბასლაინზე ავტობუს ხო ხდები იმენა გადაუკეთეს და მე ვიღაცა იქ ხალი გადადიოდა ზებრაზე იმას არ დავუთმე ვიღაც ბავშვები მოდიოდნენ მუსიკიდან იმენა ერთი ჯიბე პლანი ჩავტენე მაგრამ ჩემი ფეხები ძმაო ვაფშე იმენა ხასიათზე არაფერი არ მომიყვან და უცებ გავაძრე ბიჭო ზებრაზე იმენა არ მობლაყუნებს პენსიონერი ბებო იმენა კრიმინალი მეთქი ბებო მოდი აქ დროზე აჯიქის სახში აი ესე ხო მოკიდე ქეჩოში ხელი მოვათრიე შენ ზმობას მიცავარ მეთქიც ადახარ ვინ ახარ პლანი ხო ტენე დავტენე იმენა ჯიბე შვილი ახთა შენ ზმობას მიცავარ დავლეწე ძლებში ბიჭო ეს შვილი იმენა რა უკენ იცი შენ ზმობას მიცავარ მაგრამ არაფერი ბიჭო იმენა მაინც ვერ მოვიდი ხასეთი ისე დაბუჟებული რაღაცა გაბრუებული დავდიოდი შენ ზმობას მიცავარ და შევედი ბიჭო თურმე წნევა მაღალი კარტოფილი დავლიე შენ ზმობას მიცავარ ეგრევე ხოძე მოვედი იმენა ეგრევე შენ ზმობას მიცავარ აუ ეს ნახე საყურე რა უკეთია ბიჭი მოდი აქ აბა ბიჭი კი არა გოგოა გუაუ რა ეთხია სიმონ ხო ვერავინ გავაჩერე ამასე მოდი ბიჭო აქ შენ მოდი აქ ბიჭო რო გეუნე საიდან მოდიხარ ბიჭო რაავლაბრიდან ფონი ჭალაში რა გინდოდა რა გინდოდა ფონი დავაი ხელები ფონი ჭალაში ხელები ბიჭო ხელები გაწიე რა გაჯიბეში რამე კანონსაწინააღმდეგო ხო არა ეს რა გაცვია ბიჭო დოლჩე გაბანაა არაფერი რა ეს ხო დოლჩე გაბანაა ბიჭო მე ეგ რო გეია ხო იცი შენ მე გეი პროპაგანდას ეწევი ხო შეახმარო შენ ამ გაგოფცი კინა არ ვეწევი არაფერ გეი პროპაგანდას არ ტრანს ხო ეწევი ბიჭო სანდასიო იმენა სურათი ხო სურათი გადავიღო დავაი მომეც ტელეფონი სურათი გადავიღო დავაი დადექი ბიჭო სურათი გადავიღო წესიერად ბიჭო რასაც გეტყვის დადექი ბიჭო ნორმალურად ბიჭო ნორმალურად როგორ ინაზება გამომართე ბიჭო ტელეფონი და სურათი გადამიღე
კაიო? ხედავ როგორ უნდა გამოვიდეს ლამაზი სურათი. ოპა, ნახე? აი ესე უნდა ლამაზი სურათი, ბიჭო. წამოდი ახლა ამას. ერთი წამი რა გვარი ხარ ბიჭი? ანსიანი. ანსიანი ხო? ანსიანი. გიორგი ანსიანის ვინ ხარ შენ? გიორგი ანსიანი ბიძაა ჩემი. რას ამბობ? ჩემი ძმა და მეგობარ ბიჭო, მე და გიორგი ერთად ვართ გაზდილების. მართლა? აი, რას ამბობ ბიჭო, როგორ გამიხარდა შე? მომიკითხე აუცილებლად. აუ, გაიხარე, აუცილებლად მოგიგებ. ხო, ერთი წამის, სადმე დიხარ შენ? შენ 4-დან 6 წლამდე ვერსად ვერ წახვალ, ბრატ რა. როგორ გაიქცა ბიჭო? აბა მომიკითხეო ანსიანი. ბიჭო, 6 წლის მერე მომიკითხე, როცა გამოხარ, რა მნიშვნელობა აქვს ჩემო ძმაო? რა მნიშვნელობა აქვს, სიმონ? დავაი, მაგარი სკოდა აქ. მიდი შეტენე ერთი სიმო, ეს ნახე. არაფერი. კაროჩე რა. ჩემი დედავატი, ეგეც ერთი სიმო. აუ ბიჭო, მაგარი გითხრა რა. იცი შეძლო ჩემი ცოლი გავშოკე ოჯახურ ძალადობაზე ძმა. რა ცოლი ძმაო, შენ ცოლი არ აქვს. ხო და გაცინო ბიჭო, კაროჩე ერთი გოგო დამევასა, დამევასა, ესე პახოტკა დამევასა, იმენა რომ შეხედავდი კრიმინალური პახოტკა, მეთქი ხო ხვდები ამას და კაროჩე გავიცანი ეს გოგო, იმენა თავი შევაყარე, შენ ძმობას ფიცავარ, მე ხელი მოვაწერეთ და რაღაც დვიჟენები და პირველი ღამის დვიჟენია, რო იყო და რომ მორჩა ყველაფერი ეგრევე რეკავ პატრულში, მეთქი მძალადობ, შენზე ხო აზეხა დავაშენე ციხეთავზე მაგიძე და იმენა გამოვყედე ხალი შენ ძმობას ფიცავარ, მინიმუმ 8-დან 15 წლამდე ალბათ რა, რაღაც ესე იმენა ეგრევე მიუჭი. ბიჭო, ძმობას გავიცემ, ხალში უფრო გევასოფა თუ ძუძუები ძმობას გავიცემ. სიმონი. ხო იმენა დუნდულაკები სხვა არის შენ ძმობას. просто იმენა ყურებას თავი უნდა დავანებო სიმონ რა. რატო? ბიჭო, 1-2 ჯერ უაუყევი კაცი დამხვდა სიმონ და მე ხო აზე ხარ მომიწია. ო, ეგ მაგრად ეხა და რა, აბა რა. ფეშოპეცა ნახე რა გოგო. მოდი, აბა ერთია გოგონი. საით მიდიხარ? შეყვარებულს უნდა შევხვდე პაემ. ოპა, შეყვარებულიც ხოლია და რა ქვია შეყვარებულს? რატო უნდა გითხრა? მოიცა შეყვარებულს მიმალავ? როცა პოლიციას რაღაცას უმალავე, ხო იცი მაშინ რა ხდება? აბა მოიტა ჩანთა დროზია. დავაი ჩანთა გახსნა. რამე კანონი. მაგაზე არ არის ჯარიმა, ძალიან კარგად ვიცი კანონები. შენ მომისმინე რამე კანონსაწინააღმდეგო ხო არ აქვს ჩანთაში? არა. დაჯარიმებული ხარ ადმინისტრაციულად? არა. სისხლის სამართლით? აი მე არა. აჰა, ესე იგი, პატრონს არ ყავ ხარ საერთოდ დაჯარიმებული? მანქანა არ მყავს. ბიჭო, კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ ამაქვს, ამას შეხელი გოგო, ამას შეხედე, ბიჭო. ამას შეხედე რა. ოპა! იმენა, შეძმობას ფისავარ, დავაი, არაფერი არ არის. ხო კანონსაწინააღმდეგო ჩანთაში, ხო? შემატყუ არა, მაგისტრის კიდე დაგიმატებ, გოგო. დავაი, ფხილად იმენა, ოპა! გამიკავ ერთი წამი. დავაი. უჩემი. ვაა, ბიჭო, ესე მოკეცე. არა, პირიქით შეკარ, პირიქით ესე მოკეცე. ესე მოუკეცე თავის, ესე. ეს ასე ბრატ. ეს ასე ბრატ. ყოფა, ეს დალუქული შე. ერთი წამი. ეგრე მარტივად. ხელი გოგო, ერთი წამი დაგველოდე. ამას უყურე შენ. ამას მომი. ოპა, ეგ არის. წავედი შკოდაში, ხო? იასია, დავაი გოგო, მოეპასუხების. გამოდი გაჩვენებ რა შკოდა სუქანაბიჭი. შენი ნახე. კანონსაწინააღმდეგო არაფერი მაქვს და რა უდევს ნახე სიმონ ჩანთაში. გოგონა. ოპა! მოდი აქ, გოგო. ოდია გოგო. რაშია საქმე? გოგონა, ჩვენ თუ ვიცით ახალი კანონის შესახებ რაღაცები თუ გაგვიგიას. ხო, რაღაცები გამიგია. ხო, რაღაცები გაგიგია და ეს სახეს რომ მალავ ეს ჩვეულებრივი მომენტია. შენ ჩვეულებრივად დაჯარიმდების. მე ხა სახეს მალავ? ხო, სახეს მალავ რა. აი მკერდი ფარავ სახეს ეხლა ამ კუჭი, რასაც გაკვირდების. რა სისულელს ლაპარაკობ? გეუბნები, აი უყურე. აი აქედან საერთოდ არ გიჩანს სახეს. ეხლა მომისმინე 15 დღიანზე გაგიშვებ მე. კარგად ხართ თქვენ? ეხლა ერთი წამი 15 დღიანზე გაგიშვებ სიმო 15 დღის მერე გამოხვალ და ისევ მაგხელამკერდი გექნება ერთი წელი მოხეხავს. რას ლაპარაკობ? რა ხო რა პრანჩ? დავაი. ხელი გამიშვი. არ შეიძლება და ჩაჯექი ეხლა მაგ კოდაში.